სამსონ პაპიაშვილი 1913 წელს საჩხერეში დაიბადა. ბავშვობიდან უყვარდა სიმღერა, ხმა და სმენაც ხელს უწყობდა. ჰქონდა შესანიშნავი ტენორი, დაამთავრა ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელი. ასრულებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, რომანებს და არიებს ოპერიდან. 1939 წლისთვის უკვე იყო საჩხერის კულტურის სახლის დირექტორი. პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა და როგორც მისი ნამოწაფრები ამბობდნენ, მხოლოდ სიმღერასა და მუსიკას კი არა, ადამიანობასაც ასწავლიდა. სამსონს უკვე ჰყავდა მეუღლე და 2 მცირეწლოვანი ქალიშვილი. დისიდენტობაში არ შემჩნეული, თითქოს ბედნიერი საბჭოთა მოქალაქის ცხოვრებით ცხოვრობდა. მაგრამ დაიწყო ომი. 1941 წლის დეკემბერში მობილიზაციის შედეგად სამსონ პაპიაშვილი ფრონტზე წავიდა და თან ფანდური წაიღო. 1942 წლის ივლისში ყირიმში მისი ქვედანაყოფი ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. დასავლეთ უკრაინაში ტყვეთა ბანაკში გადაიყვანეს. მალე ბანაკში შეთქმულება მოეწყო სამსონმა 15 თანამებრძოლთან ერთად გაქცევა სცადა, თუმცა ვიღაცამ გასცა, შეიპყრეს და ყველას დახვრეტა მიუსაჯეს. დასახვრეტად ბანაკიდან შორს ტყის პირას გაიყვანეს და ჩვენი ხელით გაგვათხრევინეს საფლავი, ჩვენთვის დასამარხავი. იხსენებს მოგვიანებით სამსონი. თავადვე იხსენებს, რომ სასწაულად ტყვია არ მოხვდა, მაგრამ საფლავში ჩახტა და თავი მოიმკვდარულა. ნაცისტებმა საფლავებს მსუბუქად მიაყარეს მიწა და წავიდნენ. როცა მანქანების ხმა მიწყდა, სამსონი საფლავიდან ამოძვრა და ტყეში გაიქცა. მთელი ღამე ხეტიალის შემდეგ რომელიღაც სოფლამდე მიაღწია. აქ იგი ერთმა ოჯახმა შეიფარა, უმკურნალა და მოაძლიერა. ამ ოჯახში სამსონმა რამდენიმე კვირა გაატარა, ეხმარებოდა სასოფლო საქმეებში. თუმცა ნაცისტების ერთ-ერთი მორიგი რეიდის დროს სამსონი ისევ შეიპყრეს. ამჯერად იძულებით სამუშაოზე გააგზავნეს ქვის სამტეხლოში, მძიმე პირობებში. 1943 წელი იყო. როგორც თვითონ წერს, ერთ დღეს სამსონი გადაიღალა, ქვაზე ჩამოჯდა და სიმღერა დაიწყო. მოეწონათ მისი ნამღერი და შეამჩნია ქართველმა ასმეთაურმა. დაიბარეს და ანსამბლის შეკვრა დაავალეს. გერმანიის ხელისუფლებას ეს პროპაგანდისთვის სჭირდებოდა. ეს იყო პოლიტიკის ნაწილი. სამსონის ანსამბლი მალე სამხედრო ტყვეების გარდა ვერმახტის ჯარისკაცებსა და ოფიცრებს უმღეროდა. რამდენიმე თვეში კი სამოქალაქო კონცერტებიც გამართეს მთელ ოკუპირებულ ევროპაში. ასე მოხდა საჩხერეში დაბადებული სამსონ პაპიაშვილი ლასკალას სცენაზე, სადაც ქართული ხალხური სიმღერებიც ააჟღერა და საოპერო არიებიც შეასრულა. მოგვიანებით ის ასე აღწერს თავისი გასტროლების გეოგრაფიას. ყოველი ფრანგი, იტალიელი, ბელგიელი თუ ჰოლანდიელი ყველა დიდებით ტაშით გვაცილებს, უნგრელ პოლშელი და ავსტრიელი. 1944 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ბერლინში მისი ანსამბლის სოლო კონცერტი გაიმართა, რომლის შესახებაც ქართული ლეგიონის ყოველკვირეული გაზეთი საქართველო წერდა. საღამოს ქალაქის დიდი თეატრი ხალხით გაიჭედა ლოტბარ სამსონ პაპიაშვილის ხელმძღვანელობით. განსაკუთრებით კარგი იყო ფანდურზე დაკვრა. საფრანგეთში ყოფნისას სამსონი და მისი გუნდის წევრები წინააღმდეგობის მოძრაობას დაუკავშირდნენ და გაქცევაზე დაფიქრდნენ. შედეგად, რომელიღაც სამხედრო ნაწილში განათავსეს. აქ სამსონს დაუკავშირდა დავით დათაშკა კავსაძე, მსახიობ კახი კავსაძის მამა. ამბობენ თურმე დავით კავსაძე ისიც ტყვედ არის ჩავარდნილიო. მისი სახელი მთელ ევროპაში ჩემსავით არის გავარდნილიო, წერს სამსონი. დავითმა სამსონს გუნდების გაერთიანება შესთავაზა. ასეც მოიქცნენ. ასე ჩამოყალიბდა დიდი ქართული ანსამბლი 2 გუნდის ბაზაზე. 1944 წლის შემოდგომაზე ჰიტლერმა ტოტალური მობილიზაცია გამოაცხადა. ეს ტყვე მომღერალთა გუნდებსაც შეეხო. სამსონ პაპიაშვილი თავისი ანსამბლით ჯერ უნგრეთში გაამწესეს. 1945 წლის იანვრიდან კი ჩრდილოეთ იტალიაში. ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ სოფელში მოუსწრო სამსონ პაპიაშვილს მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამ. მისი პირველივე აზრი სამშობლოში დაბრუნება იყო. ბევრი ურჩევდა დარჩენას, ბევრი აფრთხილებდა, რომ კარგი არაფერი ელოდა. სამსონი თავისი გუნდის ნაწილთან ერთად საბჭოთა წარმომადგენლობას მაინც ჩაჰპარდა. როგორც ტყვედ ნამყოფს, როგორც ფაშისტებისთვის მომღერალს, მძიმე განაჩენი გამოუტანეს. 1947 წელს ტრიბუნალმა 25 წლით გადასახლება მიუსაჯა. ჯერ კოლიმაზე წაიყვანეს, საბოლოოდ კი ულან-უდეში მოხვდა.
6 წელი საბჭოთა გულაგში ბევრად მძიმე აღმოჩნდა ვიდრე ნაცისტებთან ტყვეობა, ყინვა, შიმშილი და ძალადობა. შეერყა ჯანმრთელობაც, მაგრამ სამსონმა გულაგშიც მოახერხა პატიმართაგან მომღერალთა გუნდის ჩამოყალიბება. მხოლოდ 1953 წელს სტალინის სიკვდილმა არ გუნა მას თავისუფლება. 1953 წლის ბოლოს დაბრუნდა იგი მშობლიურ მხარეში. საჩხერის რკინიგზის სადგურზე მას მთელი საჩხერე დახვდა. დახვდა ცოლი და უკვე გაზრდილი ქალიშვილები. სამსონი ისევ გახდა საჩხერის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი. ისევ გააგრძელა საყვარელი საქმე, თუმცა ჯანმრთელობა შერყაულს დიდი დრო აღარ ჰქონდა დარჩენილი. სამსონ პაპიაშვილი გარდაიცვალა ინფარქტით 1955 წლის 14 მაისს სოფელ კრობოულის კლუბის სცენაზე, სიმღერისას. იგი მაშინ მხოლოდ 42 წლის იყო.